და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მოკლედ აქტუალობას დღემდე არ კარგავს, განქორწინება, ქონებრივი დავა და ხელშეკრულება, რომელიც ორივე მხარეს უფლებებს იცავს. საქართველოში საქორწინო ხელშეკრულების დადების აუცილებლობაზე დღემდე ძალიან ბევრს დაობენ და ამ თემაზე დღემდე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რაც გულისხმობს თანოტარო წესით დადებული ხელშეკრულება და არის თუ არა მნიშვნელოვანი დავდოთ საქორწინო ხელშეკრულება. ამაზე ანი მასხარაშვილი მოგვიყვება ახლა სიუჟეტში ვნახოთ. როცა წყვილი მარადიული სიყვარულისა და ერთგულების ფიცდებს რთული წარმოსადგენია, რომ შესაძლოა ერთ დღეს ყველაფერი დასრულდეს. თუ განქორწინება გარდაუვალია, ხშირად იწყება დავა ქონებაზე, ვის დარჩება სახლი, ჭაღი, ტელევიზორი და სხვა წვრილმანი, რაც დიდი კონფლიქტის მიღმა სასაცილოდ აჩხერს. სანამ ხელჩართულ ბრძოლაში მეგობრები, მეზობლები და ნათესავები ჩაერთვებიან, საკითხის მოგვარება სასამართლოს და საქორწინო ხელშეკრულების დახმარებით ადვილი შესაძლებელია. სამოქალაქო კანონმდებლობა საქართველოში ითვალისწინებს ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანაბრად გაყოფას მეუღლეებს შორის განქორწინების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომელი მეუღლის სახსრებით იქნა ეს ქონება შეძენილი, იყო თუ არა ერთი მეუღლე დასაქმებული და მეორე მხოლოდ ოჯახში იყო და შვილებს უვლიდა, მიუხედავად ყველა ამ ფაქტორისა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ქონების თანაბრად შუაზე გაყოფას. ან საქორწინო კონტრაქტით შეიძლება მოწესრიგდეს საკითხები ქონებრივი, რომელიც შეიძლება მხარეებმა წინასწარ სხვაგვარი ფორმით ერთმანეთთან მოლაპარაკებით განსაზღვრონ. თუმცა ესეთი პირობები, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მეუღლეს კაბალურ მდგომარეობაში არ უნდა აყენებდეს, ეს არის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რაც საქორწინო კონტრაქტის შემთხვევაში უნდა იქნეს გათვალისწინებული. ჩვენს ქვეყანაში ბოლო მონაცემებით 2015 წელს ნოტარიულად 38 საქორწინო ხელშეკრულება დამოწმდა, 2016 წელს 6. ამათგან თითქმის ყველა შერეული წყვილის კონტრაქტია, როცა ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. საქართველოში დავა ქონების განაწილებაზე წყვილებს შორის ხშირია, თუმცა საქორწინო კონტრაქტის აუცილებლობაზე დღემდე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. თქვენ დაქორწინებული ხარ? თუ გაქვთ დადებული საქორწინო ხელშეკრულება? არ მაქვს. რატომ არ გაქვთ? არ ფული საჭიროთ. წყვილმა უნდა დადოს თუ არა საქორწინო ხელშეკრულება? ანუ უნდა დადოს, იმიტომ რომ ჯერ ერთი განქორწინების შემთხვევაში საზღვაო იქნება ორივე მხარე, თან იურიდიულად ეს უფრო გამართლებულია. მაინც არ არის ეს ქართულ მეობასთან და მენტალიტეტთან დაკავშირებული, რომ საქორწინო ხელშეკრულება და ეგ გაკავებდეს მაგალითად ადამიანს. სანამ საქართველოში საქორწინო ხელშეკრულება ჯერ კიდევ განხილვის საკითხია, ამერიკაში და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში კონტრაქტი ქორწინების გამოყოფილ ნაწილად დიდი ხანია იქცა. თანამედროვე ხელშეკრულებებში მიუღლეები ქონებრივთან ერთად ზოგად უფლებებსა და მოვალეობებსაც დეტალურად აღწერენ. მაგალითად, კვირაში რამდენჯერ უნდა დარეცხოს ქმარმა ჭურჭელი, რა სასჯელი ელოდებათ მეუღლეებს ხალატის შემთხვევაში. კონტრაქტები შეზღუდვებსაც შეიცავს. მაგალითად, ცოლებს ეკრძალებათ წონაში მომატება, სექსზე უარის თქმა, ქმრებს ალკოჰოლის მიღება და არა სპორტული ცხოვრება. ჩვენს ქვეყანაში დღემდე არსებული საქორწინო ხელშეკრულება პირადი ურთიერთობების რეგულირებას არ ითვალისწინებს, მხოლოდ ქონებრივ უფლებებსა და მოვალეობებს აწესრიგებს. ნებისმიერ შემთხვევაში ფურცელი, რომელიც თქვენს უფლებებს განსაზღვრავს, თაროს არ დაამძიმებს. განქორწინების შემთხვევაში კი კონფლიქტის გამძაფრებას თავიდან აკარიდებთ.